გამარჯობა თქვენ უყურებთ დღის ამბებს 4-ზე, რომელსაც თამარ ჩიხვალძე და ტელეკომპანია პირველის გუნდი წარმოგიდგენთ. რა ხდება ხურვალეთში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ. ხურვალეთის მკვიდრმა ლუდა სალიამ დღის ამბების გამოშვებაში გითხრა, რომ სოფლის ბოლო ავტომატიანმა და ნიღბიანმა ჯარისკაცებმა დაიკავეს. თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უწყების ცნობით საოკუპაციო ძალები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც ხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ასე ამბობენ სუსში. განსხვავებულია გორის მერის კონსტანტინე თავზერაშვილის ინფორმაცია, მან ინტერპრეს ნიუს უთხრა, რომ 3 ნიღბიანი პირი კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია მათი გამოჩენის მოტივი, ადგილზე იმყოფებიან ქართული სამართალდამცავები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის, ეს იყო მერის კომენტარი და კოშკურა, რომელზეც ის საუბრობდა, საოკუპაციო ძალებმა 1 თვის წინ 7 თებერვალს დაამონტაჟეს. სოფელ ზუკანტკარის განაპირას ამ ადგილზე, სადაც ეს კოშკურაა განთავსებული, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ სამუშაო მოწყობილი. რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ძალა ერთობაში აქტივისტები აქ მივიდნენ პროვოკაციის მოსაწყობად და მათი ძირითადი მიზანი იყო შეექმნათ დაკავების წინაპირობა. ჩვენ მოусმინეთ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს, რომელსაც არ უშვებდნენ ხურვალეთში და ხურვალეთში არ უშვებდნენ ასევე ჟურნალისტებს. რა ხდება ადგილზე ახლა, ამას ჩვენ მოვისმენთ ქეთევან გრიგორაშვილისგან, ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფი ცოტა ხნის წინ ჩავიდა ადგილზე. ქეთევან, შეიცვალა თუ არა სიტუაცია, სოფელში შესვლის საშუალება თუ მოგეცათ? თამარ, ახლა უფრო საინტერესოა რა ხდება ჩემს ზურგს უკან. შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხო, რომ ამ დრომდე რჩებიან ადგილზე სამართალდამცველები, რომლებიც არც ჟურნალისტებს, არც სამოქალაქო აქტივისტებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ შევიდეთ ხურვალეთში, თუმცა ხურვალეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ როგორც შესვლა ტერიტორიაზე, ასევე ტერიტორიის დატოვებაც უპრობლემოდ. ამ დროისთვის შემიძლია დაყრდნობით, სხვადასხვა უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გითხრათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, როგორც უკვე აღინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არც ერთ რუს ოკუპანტს არ გადმოულახავს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია და ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, სუსი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ შევძელით, რომ გვენახა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც დატოვეს რამდენიმე წუთის წინ ხურვალეთის ტერიტორია, თუმცა მათ კონკრეტული კომენტარი ჩვენთან არ გააკეთეს და არ ისაუბრეს იმ დეტალებთან დაკავშირებით, თუ რისი ნახვა შეძლეს მათ ამ ეტაპზე ხურვალეთის ტერიტორიაზე. როგორც უკვე აღინიშნა, მას შემდეგ დაიწყო, ასე ვთქვათ, პანიკა, რაც ლუდა სალიამ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნახსენები იყვნენ ბატონისაშვილებისა და ხუროშვილების ოჯახები, სადაც როგორც სალია ამბობდა, დაიკავეს მათ ეს ტერიტორია, მათი ტერიტორია საქართველოს მოქალაქეების, თუმცა როგორც გითხარით, არც ერთი უწყება ჯერჯერობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეძლეს საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე შემოღწევა არ შეესაბამება სიმართლეს. კადრში ხედავთ, რომ ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, რჩებით მედიის წარმომადგენლები, რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ პირობა იმის შესახებ, რომ შევძლებთ ცოტა ხანში შესვლას მედიის წარმომადგენლები და იმ ვითარების ასახვას, რომელიც არის ამ დროისთვის ხურვალეთში. ველოდებით უკვე როგორ განვითარდება მოვლენები და რა კონკრეტულ ინფორმაციას მივიღებთ უკვე მოქალაქეებისგან, თუმცა მინდა დავამატო ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც გამოდიან სოფელ ხურვალეთიდან, ამბობენ, რომ არანაირი საპანიკო არაფერი არ არის, ის ჩვენ გვეკით ისინი
ჩვენ გვეკითხებიან თუ რატო შევიკრიბეთ ამ ტერიტორიაზე და რატომ გაჩნდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ეგრეთ წოდებული მართულხმართები, ამიტომ როგორც გითხარით, ვრჩებით ისევ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ქეთევან, მადლობა, ჩვენ დაგიბრუნდებით მაშინვე, როგორც კი შენ შეძლებ უკვე სოფელში შესვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილზე გასაუბრებას. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამ დროისთვის მედიას არ უშვებენ სოფელში, თუმცა როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მოსახლეობისთვის შესვლა არ არის დაბრკოლებული, ისინი თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ სოფელს. მე წაგიკითხეთ გორის მერის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ ნიღბიანი პირები. კიდევ ერთი განმარტება გააკეთა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ის ონჯისთან ინტერვიუში ამჯერად ამბობს, რომ ერევათ ხოლმე ოკუპანტებს საქართველოს კონტროლირებადია თუ არა ტერიტორია. უფრო ზუსტად ის ამბობს, რომ სამი ნიღბიანი არის, ნიღაბი უკეთიეთ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით სოფლის განაპირას, ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას. დაძაბულობა არ არის, შეღობილი არ არის მანდ მართულხმართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ არა, უფრო სწორედ იქეთ მხარე უნდა იყოს. ეს არის ციტატა მერის განცხადება, გორის მერის განცხადება კონსტანტინე თავზარაშვილის, რომელიც გავრცელა ონჯიმ. და შეგახსენებთ ერთი თვის წინანდელ გაცილებით მძიმე განცხადებას, რომელიც რთული არ გაგახსენდეს ამ თემაზე საუბრისას, ეს არის გრიგორი კარასინის კომენტარი, რომელიც გაკეთდა 27 თებერვალს ზურაბ ბაბაშიძესთან შეხვედრამდე. მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის, ამბობდა მაშინის, თუმცა თავიდან რუსმა დიპლომატმა არ დააზუსტა, რას გულისხმობდა ამ უსიამოვნო მოულოდნელობებში. შეხვედრის შემდეგ კი განმარტა, რომ ეს არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს რა თქმა უნდა იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ამბობდა ერთი თვის წინ გრიგორი კარასინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ხურვალეთის თემას ჩვენ დღეს დავუბრუნდებით პირველებშიც, მანამდე კი განვაგრძოთ დღის სხვა ახალი ამბებით. როგორი უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები? ამ თემას დღეს პარლამენტში განიხილავენ სამი სხვადასხვა კანონპროექტი არსებობს. პირველის ავტორი ირაკლი კობახიძე და 6 დეპუტატია, მეორე ეკუთვნის ეკაბესელიას, მესამე კი ევროპულ საქართველოს. განხილვას ესწრება არასამთავრობო სექტორი და მათ 10 მაისურები წარწერით კლანი უნდა წავიდეს. ეკაბესელია და ზვიეტ კვაჭანტირაძე დღეს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს ვილსონს და სწორედ ეკაბესელიასთან საუბრით ვიწყებთ. ამ თემის განხილვას უმრავლესობის ყოფილი წევრი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში გითხარით როს ვილსონთან შეხვედრის თემაზე, ბუნებრივია სწორედ ეს კრიტერიუმები იქნებოდა განხილვის მთავარი თემა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ერთი დაზუსტება მინდა, ჩვენ დღეს ამერიკის ელჩს შევხვდით მე ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. არ გამოვტოვოთ ლევანი. და იყო კარგი შეხვედრა, მართლაც ინფორმაციული, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი მოსაზრებები გვეთქვა. მე ასევე გეტყვით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არ არის მხოლოდ ჩემი ინიციატივით და ჩემი ავტორობით მომზადებული, არამედ მათ შორის მონაწილეობდნენ ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი რეკომენდაციები იყო შემუშავებული, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ და ის ამ კანონპროექტის ნაწილი გახდა, ისევე როგორც ჩვენი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების მოსაზრებები, ასე რომ ეს ერთობლივი პროდუქტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს უთხარით სწორედ ელჩს დღეს და წარმომადგენლებს, ვინც ელჩთან ერთად ესწრებოდა ამ შეხვედრას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარიმართება მართლმსაჯულების სიძლიერის და დამოუკიდებლობისთვის და სამართლიანობისთვის ეს განხილვის პროცესი. არ არის კარგი და კითხვებს იწვევს ის, რომ რატო ხდება ესე ფორსირებულად და დღეს რატო დაინიშნა თუნდაც საპროცედურო კომიტეტში ასე სწრაფად განხილვა, ახვალ შაბათს არასამუშაო დღეს რა არის სასწრები? ხო, რა ძალიან ცუდია, მე ვთქვი, რომ არასამუშაო დღეს ჩვენ არ წარვადგენთ ამ კანონპროექტს, არა იმიტომ, რომ ვინმე შაბათს ესე ხეზარება მისვლა და მე მგონი ცოტა არასერიოზულია ასეთი კომენტარების გაკეთება, რაც მოვისმენთ, არამედ იმიტომ, რომ როდესაც კომიტეტს აქვს 6 კვირიანი ვადა განხილვის და 4 დღეში იწყებს განხილვას უსერიოზულესი პროექტის
რომელსაც ჭირდება ძალიან სერიოზული შინაარსობრივი შეღწევა, გააზრება, შიგნით ესე კარგად გააზრება და დანახვა და ამავე დროს ჩვენ ვენეციის კომისიასაც უგზავნით ორშაბათს ამ პროექტს და ესე ფორსირებული განხილვა ეს იყო ძალიან კარგად საცნაური, კარგად ჩანდარა იყო ამის ესე ვთქვათ შინაარსზე ქვეტექსტი, რომ ძალიან მალე უნდათ მოიშორონ ეს ჩვენი კანონ პროექტი, რომელიც როგორც ჩანს, რაცა თავის ტკივილად ექცათ, ესე არ გამოვა. ესე ვერ მოხდება, იმიტომ რომ აი ამ პროცესს უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენი მოქალაქეებისთვის და საზოგადოებისთვის არ არის მეორე ხარისხოვანი ეს თემა, როგორი იქნება სასამართლო ხვალდაზე ბოლო ინსტანცია მართლმსაჯულების როგორ გადაწყვეტ ჩვენი მოქალაქეების მომავალს და ჩვენი ქვეყნის ბედი სამართლებრივი თვალსაზრისით რამდენად მყარი იქნება, არის აი ამ კანონის პროცედურებზე, არა მხოლოდ კონკრეტულ გვარებზე, არამედ პროცედურა როგორი იქნება, პირობები როგორი იქნება. ამიტომ ჩვენ ამაზე როცა ვესაუბრებოდით ამერიკის საელჩს დღეს დილით, ამავე დროს ძალიან კარგად გასაგები იყო ის, რომ მთელი ეს პროცესი ვაწარმოეთ მაქსიმალური ჩართულობით. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ჭირდება ჩვენ პროექტსთან, მე ველოდები, რომ ეს მხარდაჭერა ჩვენ გვექნება და მხარდაჭერა გვექნება ყველა პარტნიორის და მონაწილის მხრიდან და ველოდები საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მე მინდა დავანახო უმრავლესობის წევრებს, რომ არ შეიძლება ასე დაჩქარებად თავიდან მოშორების მიზნით ამ პროექტის, ესე ვთქვათ, სწრაფად განხილვა, იმიტომ რომ მიზანი არის კონსენსუსი, მიზანი არის შედეგი. ვინც არის ძალიან აქტიური ამ პროცესში, არის არასამთავრობო სექტორი და ისინი დღეს ესწრებოდნენ ამ სხდომას და ისინი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ამ პროექტზე. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი არის ამ კლანის შეცვლა, ანუ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლა და თუ ეს არ მოხდება, არანაირი კანონ პროექტის განხილვას არ აქვს აზრი. თქვენი ვერსია რამდენად უზრუნველყოფს თქვენი კანონ პროექტის თქვენეული ვერსია ამდენად მასშტაბურ ცვლილებებს სრულად შეცვლას ამ შემადგენლობის. ძალიან კარგი კითხვაა და სწორედ ეს საფრთხე, რომელიც დღეს შეიქმნა იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის საქმიანობიდან გამომდინარე, ეს საფრთხე გვინდა დავაზღვიოთ ჩვენს მიერ მომზადებული კანონ პროექტით, იმიტომ რომ არ აქვს საბჭოს სანდოობა, ის არ იქცევა იმგვარად, რომ იწვევდეს მისდამი ნდობას და ამიტომ ჩვენი პროექტით შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული გრძელი სია მოსამართლეობის კანდიდატების, რომ იუსტიციის საბჭომ თავისი ვიწრო შეხედულებით და თავისი განწყობილების მიხედვით კი არ შეარჩიოს კანდიდატები და ისე წარუდგინოს პარლამენტს, არამედ რაც შეიძლება ფართო კონკურსი გამოცხადდეს, კონკურსის შედეგად რაც შეიძლება მეტი ღირსეული კანდიდატი იყოს წარმოდგენილი, რომ საბჭომ კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ეს პროცედურა ისე გაიაროს, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა არჩევანის მინიმუმ 3 კანდიდატი ერთ ვაკანტურ პოზიციაზე და არა ისე რაც ბატონ კობახიძეს და მის ჯგუფს უწერია კანონ პროექტში, რომ ერთ პოზიციაზე ერთი კანდიდატი ერთ ვაკანსიაზე. ის არის ძალიან ცუდი პროექტი, ის არის სახიფათო პროექტი, იმ პროექტის მიღება, რაც კობახიძემ დაარეგისტრირა, არ შეიძლება, ეს რეალურად დაწერილია მართლაც იუსტიციის საბჭოს ამ ჯგუფის მიერ და მოსამართლე იმ ჯგუფის მიერ, ვინც ლობირებდა მათ შორის იმ ატკაციანციას. ამ პროცესზე ვისაუბრებთ ჩვენ უმრავლესობის წევრთან უფრო დეტალურად და განვიხილავთ რა კითხვები არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პრეტენზია, ძალიან დასაბუთებული არგუმენტები მაქვს, რატომ არ ვარგა ის კანონ პროექტი, რატომ უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი ვერსია. ეხლა უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ამ პროცესს ჩვენ ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ, რომ ის მზად არის საზოგადოების გამოწვევას უპასუხოს. არ შეიძლება ესეთი თამაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სახიფათო იქნება, რომ სამართლიანობის თემას ვეხებით, ამიტომ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ჭირდება ამას. მადლობა. დიდი მადლობა უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია საუბრობდა საკუთარი კანონ პროექტის შესახებ. ჩვენ ცოტა ხანში უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მანამდე უმრავლესობის კანონ პროექტის ვერსიის დეტალებს გაგაცნობთ. ამ ვერსიის მიხედვით, რომელიც მოამზადა ირაკლი კობახიძემ და 6 დეპუტატმა, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, ასევე სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. კანონ პროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ თითოეულ
კანდიდატს მიმართონ კითხვით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ ისარგებლებს. ინიციატივით კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით შექმნის სამუშაო ჯგუფს. კომიტეტის საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოусმენს და კანდიდატები უპასუხებენ დეპუტატთა შეკითხვებს. პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე და ამ ვერსიასთან დაკავშირებით რა კითხვები არსებობს, ამაზე უკვე საუბარს განვაგრძობთ უმრავლესობის წევრთან გურამ მაჭარაშვილთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გურამ, პირდაპირ ეთერში, მადლობა ჩართვისთვის. ჯერ გკითხავთ პროცედურაზე, სანამ შინაარსზე დავიწყებთ საუბარს. ეკაბესელიას თუ უსმენდით, თქვენს წინ საუბრობდა და თქვა, რომ თითქოს ფორსირებულად ხდება ამ კანონპროექტის განხილვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშინ როცა განხილვის ვადა არის 6 კვირა, დასვენების დღეს უნდა დანიშნულიყო თუ არა ეს მოსმენა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი დაწყებულია დეკემბრის თვიდან, სწორედ დეკემბრის 26-ში მოხდა უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესი, პროცედურები და კრიტერიუმები უნდა გაწერილიყო კანონიდან. მხოლოდ ამის შემდგომ და სწორედ აი ამ ფორმატში მომხდარიყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენა მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტში და შემდგომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განხილვა და დეკემბრიდან დღემდე სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა. შესაბამისი პარლამენტის რეგლამენტის ნორმებით მოხდა შემოსვლა როგორც ბიუროზე და შემდგომ ბიუროდან გადანაწილდა კომიტეტებზე. პრაქტიკულად 2 თვეზე მეტია გასული, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულად კომიტეტებს დაეწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს და საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტს, როგორც სავალდებულო კომიტეტს, იმიტომ რომ რეგლამენტში შედის ცვლილებები. აქედან გამომდინარე, 3 კანონპროექტია იცით წარმოდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით და პრინციპში ძალიან დეტალურად მიმდინარეობს დღევანდელ ბატონ გურამ, მოდით რამდენიმე დეტალს მივყვეთ. აი ამ კანონპროექტების განხილვა. კანონპროექტის, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს. ნახეთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს კვლავ შეარჩევს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის 2/3. ეს არის ხმების ის რაოდენობა, რომელსაც ყოველთვის იოლად აგროვებდა ეს საბჭო. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეიძლებოდა სხვა ბარიერის ჩადება და თუ ისევ იგივე ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატებზე, მაშინ სად არის ცვლილება? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი რედაქცია იმ კანონპროექტის, რომელიც არის წარმოდგენილი უმრავლესობის მხრიდან. ეს კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მიერ, სრულად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის გამოც სწორედ უმრავლესობამ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაწერილიყო პროცედურები და დადგენილიყო კრიტერიუმები. კონკრეტულად რომ გითხრათ, ბატონო? ეს ზღვარი რაც თქვი, რომ ხმების 2/3 საჭირო, ეს იყო სწორი რედაქცია, სწორი ინფორმაცია და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. არა, ეს წესი, რომ იუსტიციის უმაღლესობა საბჭომ უნდა წარადგინოს და შემდგომ დაამტკიცოს პარლამენტმა და ის რომ როგორ მოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და კონსტიტუციური ორგანო, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი. ამაზე ჩვენ მქონდა დეტალური განხილვა, კითხვებიც, პასუხებიც მივიღეთ. მე მინდა მაინც საზოგადოება მიცოდეს, რომ ჩვენს მე წარმოდგენილ კანონპროექტში იუსტიციის საბჭოში რაც მისი ფუნქციაა და ამაზე მე დღეს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე უარყოფით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ესეა, რომ წარდგენის უფლება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. რა თქმა უნდა, პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ წარდგენის უფლება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არ შეიძლება შენ კანონით ბარიერზეა საუბარი, 2/3 არის ბარიერი, რომელიც სხვა გადაწყვეტილებებით თუ იმსჯელებთ იოლად გროვდება. ანუ შედეგობრივად რა იცვლება ამ განსხვავებას, ვცდილობ რომ დამანახოთ, ანუ თუ ირჩევდა იუსტიციის საბჭო, კვლავ იუსტიციის საბჭო ირჩევს, რა იცვლება? მე გეტყვით რა იყო ძირითადი კრიტერიუმები, რომლის გამოც მოხდა ამ საკითხის გადადება. ეს იყო გამჭვირვალობა, ეს იყო პროცედურები, ის რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო გამჭვირვალე ყველა იმ ადამიანის ვინაობა, პროფესიული
ფიზიკური დამოკიდებულება, მისი გამოცდილება, ვინც აცხადებდა პრეტენზიას, რომ უნდა ყოფილიყო უზენაეს სასამართლოს წევრი, აი ამ ყველა გამოწვევას პასუხობს. ჯერ ერთი რომ განცხადების მერე ფორმირდება ეს ეგრეთ წოდებული გრძელი სია, შემდგომ ამისა ასევე იუსტიციის საბჭო ადგენს იმას და ესეც არის გამჭვირვალე თუ ვინ შეიძლება მოხვდეს ამ ეგრეთ წოდებულ გრძელ სიაში. ამის შემდგომ კიდე ხდება იუსტიციის საბჭოს მიერ და მინდა გითხრათ რომ 2/3 არ არის მოსამართლეთა რაოდენობა იქ. 2/3 არის 10 და მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ასევე რომელიც არ არის ჯერჯერობით არის 9, ну რეალურად იქ არის 8 წევრი მოსამართლე, ანუ 2/3 მოსამართლეები იქ არ არიან. ეს მინდა რომ საზოგადოება შემისწოროთ თუ არა ბარიერი დავასრულე. არ მინდა რომ ავწნე ამ თემას გამჭვირვალობაზე თქვით რომ ამ გრძელ სიაში ყველა კრიტერიუმი იქნება გამჭვირვალე, ხო თუ სწორად აღვიქვი. ნახეთ, გამჭვირვალობა გვაქვს მეორე ნაწილში, როცა კანდიდატის დისკვალიფიკაციაზე არის საუბარი. ამ ნაწილში უკვე მიზეზები არის კონფიდენციალური. ანუ პროცესი აქაც რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამჭვირვალე, რომ თუ ჩვენ ვიწუნებთ, თქვათ კანდიდატს რა მიზეზით ვიწუნებთ? დისკვალიფიკაციის ნაწილი რატომ არის ანონიმური? არა, აქაც მინდა სიცხადე შევიტანო. დიახ. კონფიდენციალობა არ ეხება პარლამენტს და იურიდიულ კონფიდენციალობა არ ეხება. ანუ ყველა შემთხვევაში პარლამენტისთვის, შესაბამისი კომიტეტის წევრებისთვის იქნება ცნობილი ყველა ის დეტალი, რაც იქნება ცნობილი იუსტიციის საბჭოსთვის. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც შეერჩევის კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და შემდგომ გადმოაგზავნის კანდიდატურას პარლამენტში, ჯერ კომიტეტი განიხილავს და შემდგომ სესიაზე განიხილება ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ეს მთელი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი პარლამენტისთვის. აქ საუბარი რაზეა? იცით, საუბარი იმაზეა, რომ ადამიანი, რომლის პიროვნებასაც სწავლობთ ჯერ იუსტიციის საბჭოს, შემდგომ პარლამენტში შეიძლება რომ მოვიძიოთ მისი ინფორმაციები, სამუშაო ჯგუფი იქნება და ასე შემდგომ არ არის სასურველი და ამავდროულად კანონმდებლობასაც დავარღვევთ, თუკი ყველა მის პირად პერსონალურ ინფორმაციას გავხდით სრულიად საჯაროს. საზოგადოება ენდობა კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში ვთქვათ პარლამენტს, იმიტომ რომ მისი არჩეულია, ანუ ვამბობთ რომ პარლამენტისთვის ეს არ არის კონფიდენციალური. პარლამენტისთვის გასაგებია ერთ დეტალსაც ვიკითხავ და დავასრულოთ საუბარი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და მოგვისმენია რომ რთულია კადრების ჩანაცვლება, რომ ამ სისტემაში თუ ვთქვათ არ მივუტევებთ რაღაცნაირად კარგებს, ცუდებს, რომლებიც გახდნენ კარგები, რთულია ახალი კადრების მოძიება. აქ არის ასეთი კრიტერიუმი ჩადებული, არამოსამართლე კანდიდატებისთვის სავალდებულოა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის უმოკლეს ვადაში ჩაბარება. ანუ ეს კადრების გარედან შემოსვლას ხომ არ ბლოკავს. ეს არის თუ არა ერთგვარი ბერკეტი, რომ გაართულოს კადრების გარედან შემოდინება. იცით რა? ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი უმრავლესობაში. საუბარი არის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე. ერთის მხრივ ჩვენ საუბრობთ და მეც ვეთანხმები იმ საკითხზე, რომ არის უმნიშვნელოვანესი ეს ინსტანცია მართლმსაჯულების სისტემაში და გვინდა რომ ამ ინსტანციის წევრზე გქონდეს საუბარი მის მაღალ კვალიფიკაციაზე, ეს ერთი და მეორეც იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ჩაბარებულიც არ აქვს მოსამართლის გამოცდა, აი ეს კანონპროექტი იძლევა საშუალებას, რომ მანამ სანამ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული, ვინ წარადგინოს პარლამენტში, გავაკეთებთ ისე, რომ იქნება საშუალება, რომ ჩააბაროს ამ ადამიანმა იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა შეძლებს საკვალიფიკაციო გამოცდები. დიდი მადლობა გურამ მაჭარაშვილს, უმრავლესობის წევრს უსმენდით პირდაპირ ეთერში და მინდა კვლავ დაუბრუნდეთ ხურვალეთს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით რუს საოკუპაციო ჯარებს არ მოუკვეთავთ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, თუმცა ჩვენ ეს მოვისმინეთ დღის ამბების გამოშვებაში, როცა ერთ-ერთი მოქალაქე ლუდა სალია გვიამბობდა ამის შესახებ და თქვენ ახლა კადრში ხედავთ რა ხდება ამ წუთებში სოფლის შესასვლელთან. ჩვენ ველოდებით, როდის დაუშვებენ იქ მედიის წარმომადგენლებს და ქეთევან გრიგორაშვილი, ჩვენი გადამღები ჯგუფი არის ადგილზე. მოვლენების განვითარების შესაბამისად უახლესი ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ დავუბრუნდებით მათ და ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს აკრძალვა შესვლასთან დაკავშირებით მოქმედებს მხოლოდ ჟურნალისტებისთვის და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შექმნია.
კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორიცხავს ადგილზე გარკვეულ პროვოკაციას და ამბობს, რომ კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ დე-ფაქტო ხელისუფლების საოკუპაციო ჯარებს, ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს. და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით პირველების ფორმატში. ახლა კითხვის ამბებში რეკლამის დროა და საკრებულოს ხდომით გენერალური გეგმის განხილვით განვაგრძობთ გამოშვებას რეკლამის შემდეგ. დაგველოდეთ. ის ამბები 4-ზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი სტუმარი არის ალეკო ელისაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ქალაქის გენერალურ გეგმაზე, თუმცა ალეკო ამ წუთებში მიდის საკრებულოში განხილვა და ვიდრე დავიწყებთ საუბარს, მოდი ჩავრთოთ ცოტა ხნით პირდაპირ ეთერი საკრებულოს ხდომიდან, სადაც როგორც მეუბნებიან გარკვეული კამათი იყო რეკრეაციული ზონის შესახებ და ვნახოთ რა ხდება უშუალოდ ხდომათა დარბაზში, შემდეგ დავუბრუნდეთ დიალოგს. რეკრეაციისადმი. ანუ ციფრები კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რა ნებართვებია გაცემული და თქვენ თუ შეგვიძლია წარმოადგინოთ, მე შემიძლია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასობით ნებართვა წარმოვადგინოს, ყველში ნებართვის გაცემის, ტყეში ნებართვის გაცემის. თქვენ როდის დავასრულოთ ყველა? მე მაინტერესებს ბოლო 1 წლის განმავლობაში სად არის რეკრეაციაში, სად არის ყველში, სად არის ისეთ ადგილას გაცემული ნებართვა, სადაც არ უნდა გაცემულიყო. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან მარტივი რაღაცა, კიდე იცით რა არის მნიშვნელოვანი? აი გამწვანება როგორ მიმდინარეობს ქალაქში რა. და ამას რომ მოვალეობის მიზნის მოხდით კი არ აკეთებს მუნიციპალიტეტი. არამედ მართლა ამწვანებს და მართლა ისევ ამწვანებს და ისეთ ხელისუფლებს, რომ თქვენ შულებს და ჩვენ შულებს ყველას ერთად ამის იქონდეს. მე ხო ამის გასარგებელი ნახოს ამ ქალაქში. ამას აქვს მნიშვნელობა და საბოლოო ჯამში ამ ციფრებს არ აქვს. თუმცა ამ ციფრებში ძალიან გიგებთ. ყველაფერში გიგებთ. მადლობა. მადლობა. რავაჩენო, რავაჩენო. რა ზეიკო ბაბა. იმაზეა, სად რომელ ტერიტორიაზე? რომელ ტერიტორიაზე? გაზაბულ რეჟიმში მიდის დისკუსია. რეზო სოხაძე, ლევან ხაბეიშვილი იყვნენ, როგორც უყურებდით ამ დეტალებს საინფორმაციო გამოშვებაშიც ვნახავთ. დავიწყოთ საუბარი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება. კახა კავალძემ თქვა, რომ ეს არის ისტორიული დოკუმენტი და ოპოზიციამ თქვა, რომ ეს არის კავალძის ბიზნეს გეგმა. სად არის შენი პოზიცია ამ ორ შეფასებას შორის? აი ზუსტად შუაში არის. მოგესალმებით მაყურებელს, მივესალმები. ეს არის აბსოლუტურად დეკორატიული სამწუხაროდ დოკუმენტი, რომელიც არაფერს არ შეცვლის და აი ვინმე თუ გითხავს, რომ გეგმა გაქვთო, კიო ვეთყვით და მორჩა და გათავდა, ეს ვერაფერს ვერ მოაწესრიგებს. არ ვიცი, ბევრი ალბათ თვალყურს ადევნებდა, რომ ეხა პირველი ლობისტი ვიყავი თუ მეხუთე, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთ-ერთი თავგამოდებული დამცველი ვიყავი თავად ამ იდეის მომხრე და წესით. ახლა დღეს ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო, იმით რომ საკრებულო ბოლო-ბოლო ამ დოკუმენტს დაამტკიცებს გეგმას, რომელიც არ ქონდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თბილისს და იმის შედეგია ეს ქაოსი, რაც გვაქვს. მაგრამ ეს დღე რო დამდგარიყო 2 წლის წინ, როდესაც წესითა და კანონით გეგმა უნდა დაგვემტკიცებინა, იმიტომ რომ 2 წლის წინ ორგანიზაცია City ინსტიტუტის მიერ მომზადებული იყო უკვე და მზად დოკუმენტი იყო გეგმა. და უნდა მიგვეღო ამ 2 წლის განმავლობაში ჯერ ნარმანიას უნიათობის გამო და მერე ზუსტად კალაძის ბიზნეს ინტერესების გამო გეგმა გაჩერდა, საერთოდ მის ჩაგდებასაც და გაუქმებას წაპირებდნენ და გამოშიგნეს ეს გეგმა.
გამოუღეს ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რაც კი ღირებული იყო შიგნით. რაზე არის ლაპარაკი? რაც გამოშიგნეს. ის სივრცეები, სადაც ქალაქის მაგალითად სატრანსპორტო განტვირთვა უნდა მომხდარიყო, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცეები უნდა გაჩენილიყო. აი ზუსტად ეს ადგილები და აი ეს ადგილები არის მსუყელუკმა დეველოპერებისთვის, იმიტომ რომ ყოველი ხედა ბუჩქი მათ კორპუსს ასაშენებელი ადგილი გონიათ. და არის კონკრეტული ადგილები ამ 2 წლის განმავლობაში ამოიღეს ნაწილ-ნაწილ. აი გუშინაც კი აი წარმოიდგინეთ, ეხა იქ ბოტანიკური ბაღის რეკრეაციულ ზონაზეა, იყო კამათ საკრებულოში და გუშინ დღეს ვკითხულობდი ამ განცხადებას. ბაგებში გასცეს ფერდობზე მეტრა პარკი არის ეგეთი კომპანია, თან ისეთ სახელებს არქმევენ ხოლმე, ხომ მწვანე ბუდაპეშტი, მეტრა პარკი და ფერდობზე უნდა ააშენონ კორპუსები და გუშინ გას წარმოიდგინეთ, ხო კალაძემი იცოდა რომ დღეს ნებართვების გაცემა გენგეგმა ამას. რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი რო თქვეს რომ კაური კოეფიციენტი შევაჩერეთ, ანუ სართულიანობაო, რო თქვეს რომ ვაპირებთ, რომ ციკ ეშმაკური ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ გაუქმებას და იმის მერე წავიდა ლიწილიწინით ამ კაურის მომატება. ხო იცოდნენ კალაძემ და მისმა მეგობრებმა მერიაში რომ დღეს გენგეგმა უნდა დამტკიცებულიყო საკრებულოში გუშინ გასცეს ნებართვები აი კონკრეტულ ფაქტს ვამბობ გადაამოწმეთ ის მოსახლეობა აპროტესტებდა Facebook-ში ვკითხულობდა რომ მეტრაპარკს მისცეს კორპუსს ერთი წელი იყო გაჩერებული ამ ნებართვის გაცემა და იყო მთელი დავიდარება სამართლო და ხო და ანუ რა არის იცით ეს არის გამოშიგნული დეკორატიული დოკუმენტი აი წარმოიდგინეთ წიგნი რო გვედოს თაროზე და რო გამოვიღოთ და მარტო ყდარო შევჭეს ხელში სადაც აწერია რომ ეს არის თბილისის გენგეგმა და ფურცლები არ იყოს შიგნით შინაარსი არ იყოს ანუ თავარი რისთვისაც წიგნი არსებობს ხო რომ შიგნით იყოს რაღაცა ნაბეჭდი თუ ნაწერი ტექსტი აი ეს არ არის და საქმეებზე როცა ვლაპარაკობთ უკვე ახსენეთ რომ ბოტანიკური ბაღის თემა იყო დღეს ძალიან მწვავე შემთხვევითობის რა წილი შეიძლება იყოს იმაში რომ რეკრეაციული ზონა თითქოს იცვლებოდა ბიძინა ივანიშვილის სახლთან მომიჯნავე ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღის ნაწილი ის ჯერა ახლა რომ შემთხვევით ხდება ასეთი რამეები ბიძინა ივანიშვილი რასაც უყურებს გარშემო ყველაფერს იღობავს თავისთვის თავის აივნიდან ზოოლოგიდან რასაც ხედავს ყველაფერი შემოიღობა და ხა შემთხვევით რაღაცა ზონა შეეცვალა მაშინ საზოგადოების აზრი გაითვალისწინეს ხმაური მოყვებოდა ამას თუ რატომ შეადარდებს არაფერი საერთოდ არ ადარდებს ივანიშვილს არაფერი საკრებულოში მე ვიყავი 30 ჰექტარი მიწა მოგვატყუეს და ისე შეგვაცვლებინეს და ის რო იყიდა ბიძინა ივანიშვილმა ლანდშაფტო რეკრეაციული ზონა იყო ცოცხალი თავით იმას აუქციონისთვის არ შევცვლით ეს არის ყველაზე დაცვის ყველაზე მაღალი სტატუსი ლანდშაფტო რეკრეაციული ზონა და არაფრით არ შეუცვლით ამას აუქციონის გამო რო გწოდნოდა მაგრამ რა გააკეთეს ცით გვითხრეს ჯერ მერიამ რომ აქ გზა უნდა გავიდესო და გზის გამო შევცვალოთ ლანდშაფტო რეკრეაციულიო შევცვალეთ კი გულმარეჩხი მიყო მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რა ხდებოდა და როგორც კი ლანდშაფტო რეკრეაციული შეგვაცვლებინეს იმ წამს მერე გაიტანეს აუქციონს და ივანიშვილმა მეორე კონკრეტული ადგილიც თქვეს დღეს ეს არის მზიურში მზიური ელიავას ბაღი მაგალითად გითხრა რომ აქ რეაბილიტაციაა და ეს არნიშნავს მაღალსართულიანი კორპუსების ჩადგმას როგორ არა ვერესხეობაში არის ნებართვები გაცემული ერთი ესეთ სახლი რო არის რომელიც არის დანაშაულებრივად აშენებული იმიტომ რომ პირდაპირ ჩამკეტი კორპუსი არის ვერიდან წამოსული ქარის და ვენტილაცია საერთოდ ამ ქალაქს აღარ ხდება და ის არის ჩამკეტი და იმის გვერდზე რამდენიმე კორპუსი შენდება კიდევ ერთხელ ამ 2 წლის განმავლობაში ცოტა მასშტაბურად რო შევხედოთ გენგეგმა იყო მზად იდო ეს დოკუმენტი საკრებულომ ყური არ შეიბერტყა რომ დაემტკიცებიან არმანიას ღონე არ იყო რომ დეველოპერებს დაპირისპირებოდა და ეს დოკუმენტი მიიღო იმიტომ რომ მაშინ ლაგამი ამოედებოდა დეველოპერებს კალაძეს ამის ღონე ნამდვილად ჰქონდა მაგრამ კალაძე თვითონ არის დეველოპერი არქი ჯგუფი არის მისი კომპანია და მისი ბავშვობის მეგობრის კომპანია და კიდე დანარჩენი დეველოპერული კომპანიები ერთი წელი კალაძემ გააჩერა ეს გენგმა იმისთვის რომ იქიდან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ამოიღოთ ელიავას ბაზრობაზე პირველად ვერსიაში გენგეგმის ეწერა რომ ელიავას ბაზრობა უნდა გადავიდეს სხვა ლოკაციაზე და ელიავას ბაზრობა ადგილას როგორც ადრე იყო 80-იან წლებში უნდა გაშენდეს რეკრეაციული სივრცე იმდენად რომ მტკვრამდე უნდა ჩასულიყო ის ტრასა უნდა ქვეშ ჩასულიყო ეს რა თქმა უნდა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ და ფლობელებმა არ დაუშვეს და ელიავას ბაზრობაზე იქნება ბაზრობა გადამიმოწმებია სიმართლე გითხრათ როგორ გადაწყდა საბოლოოდ ამ გადაწყდა ქალაქის საზიანოთ და მდიდარი ხალხის და დეველოპერების სასარგებლოდ და ასე შემდეგ ანუ ყველაფერი რჩება ისე ყველაფერი ისე რჩება როგორც აპირებდნენ ნავთლუხში იქა იყო ერთი კონკრეტული სივრცე სამრეწველო ტერიტორია საიდანაც ამოიღეს ეს რეკრეაციისთვის პერსპექტიული სივრცე 18 კორპუსის ნებართვა გასცეს და ასე შემდეგ მოკლედ გამოშიგნეს დაშიგნეს დაასახიჭრეს და დაგვიტოვეს ყდა გენგეგმიდან დაგვრჩა სახელი აი არაფრის უყურებას რამდენიმე ფურცელი მაინც არ არის ამ წიგნში რაც პატარა ოპტიმიზმის საფუძველს მაინც იძლეოდა რომ მე ვთქვათ როგორც მოქალაქე ველოდი ძალიან აქტიურად ამ დოკუმენტს რომ ქალაქს ქონოდა განვითარების გარკვეული ხედვა შეხედეთ კიდევ რა არის იცით ეს რაღაცა
ბიბლია და სახარება კი არ არის, რომელიც აუცილებელი არის. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი. გესმით და ლოგიკური იქნებოდა რომ ეხლა არსებობდა სპეციალური სტრუქტურა, პარალელურად შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების გენგეგმასთან შესაბამისობას გაარკვევს. ეს არ იქნება ეს ორგანო და ეს როგორ აიცით? დღეის აქეთ რა დაიწყება? დაიწყება გენგეგმაში საკრებულოს მიერ და მერიის მიერ ცვლილებების შეტანა. ეს ცვლილებები იოლის შესატანია, ბერკეტი რამდენი? იოლი ერთადერთი ბერკეტი არის საკრებულოს უმრავლესობა. საკრებულოში რო არ იყოს ერთნიშნულოვანი უმრავლესობა და იქ ოპოზიცია და კრიტიკულად მოაზროვნე დეპუტატები ბევრნი რო იყვნენ, მაშინ შეიძლება ცვლილებები ბევრი არ შესულიყო, მაგრამ ეხლა წამოარა რომ მართალია გენგეგმაში ასე წერია, მაგრამ მოდით ამ ზონას შეუცვალოთ სტატუსი. მართალია გენგეგმაში წერია, მაგრამ მოდით აქ პარკის ნაცვლად ავაშენოთ კორპუსი. ეს წამოა ეხლა. ეს გენგეგმა რაღაც ხაზზე დაფიცება კი არ არის. ეს არის რაღაცა რეკომენდაცია, დოკუმენტი, რომელსაც ისე შეცვლი, როგორც გინდა, როგორც ახლა ჩვენ კონსტიტუცია არის, ხო? რამდენი თავრობა მოდის, იმდენი თავის იმაზე პერსპექტივაზე ირგებს და გემოვნებაზე პოლიტიკურს. ასე იქნება ეს გენგეგმა საწყალი, იქნება ნატანჯი დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ თვითონ CT ინსტიტუტის პოზიცია, ან მისი мотиваცია რა არის, როცა ის თქვა დათანხმდა ამ საბოლოო ვერსიას, როგორც თქვენ ამბობთ, გამოშიგნული დოკუმენტისა? ის როგორ არის CT ინსტიტუტმა კიდე იყო ჩაღა საერთოდ აუქმებდნენ გახსოვთ ხო შარშანდელი პერიპეტიები და CT ინსტიტუტს ხმარო არ ამოიღო დააჯარიმეს იმასკენ საერთოდ ყვილა ჩარიმოსდეს და შარს ზდებდნენ რომ ჩაიგდოთ საერთოდ და გაეუქმებინათ ეს გენგეგმა. CT ინსტიტუტმა კიდე იყო ჩაღა და ეს ხალხი არიან მეცნიერები. მეცნიერები, ურბანისტები, არქიტექტორები რატომ უნდა იბრძოდნენ ქალაქის განაშენიანებისთვის, ხო? ამისთვის არსებობს ქალაქის ხელისუფლება, ამისთვის არსებობს მერია, ამისთვის არსებობს საკანონმდებლო ორგანო, მისი საკრებულო. ხო და CT ინსტიტუტი რას გახდება, ეხლა შეიმუშავეს დოკუმენტი და კიდე კბილებით დაიცვეს როგორ შეეძლოთ და ყველა მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ხალხის, რომ რაღაცა მაინც დარჩა. ის როგორ არის, თუ სურვილი გაქვს იმ გენგეგმიდანაც შეგიძლია გამოადნო რაღაცა და სხვა რაღაცას, მაგრამ აგერ მე და აგერ თქვენ ნახავთ დღეის აქეთ საკრებულო დაკავებული იქნება მხოლოდ იმით, რომ გენგეგმაში შეიტანოს ცვლილებები. თქვენ თქვით, რომ ეს მეცნიერები ვერ იქნებოდნენ ეს აქტიურად ამ ბრძოლაში ჩართული. თუნდაც თქვენი სამოქალაქო მოძრაობა ან სამოქალაქო სექტორი, რომელიც ძალიან აქტიურია ყოველთვის ამ თემაზე, ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა ან კონკრეტული ნაბიჯი გათვალისწინებული ამ გენგეგმის შემდეგ? ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ინსტიტუციები არის განულებული აბსოლუტურად და ამიტომ ისევ მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი გარემოსთვის. მე ყოველ ჯერზე საკრებულოს რეგლამენტზე ვიქნები გაფაციცებული და ჩასაფრებული, რომ ისეთი საკითხები, რომლებსაც მოიტომებენ დეველოპერები და მერია, რომ გაიტანო, რომ ეგ ზონები შეუცვალონი, კორპუსები ჩადგნან პარკებში და სკვერებში, ამაზე ახლა ესეთი ინდივიდუალური ყვირილით თუ გავალთ ფონს, როგორც ვიყავით ისედაც, იმიტომ რომ ინსტიტუცია, რომელია საკრებულო, ინსტიტუცია მერია, ისინი უნდა იდგნენ წესით ქალაქის ინტერესების ადარაჯოს, ხელფას იღებენ ამაში, ხო? მაგრამ არ მაქვს იმის იმედი არანაირი. კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ კონკრეტული ობიექტები. სად არის დღეს ყველაზე პრობლემური ადგილები დედაქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად თქვა ელოდებოდა ამ გენგეგმის მიღებას, რომელიც იყო აი გადასაჭრელი? აი, მოდით ეს. რაზე შეიძლება ქონოდა იმედი, რომ გენგეგმა გადაჭრიდა რაღაც გარკვეული. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო არის ელიევას ბაზრობა. რომელიც არის საცობების ბუდე, რომელიც არის ძალიან ეს არის 90-იანი წლების ქაოსის შედეგად გაჩენილი სივრცე, ხო? და ასეთი სავაჭრო არეალები ყოველთვის არის ქალაქგარეთ. ყოველთვის ნებისმცვილი სავაჭრო ცენტრები არის აუცილებლად ქალაქგარეთ. და მათთან არის კარგი კომუნიკაცია. ქალაქის შუაგულში ასეთი რამ არ ხდება და ჩვენ რო კაი ცხოვრება ქონოდა 90-იან წლებში ეს ბაზრობა ასე სტიქიურად ვერ გაჩნდებოდა. და აი ამ ხარვეზის და შეცდომის და ქაოსის პროდუქტის გამოსწორების ცდელობა იყო და ეხლა ეს დაკვანამდება და იქნება უკუნისამდე. იცით რა იყო? თბილის რა პერსპექტივა ქონდა? ეხლა გეტყვით რა სხვა ობიექტები არის ზუსტად ეს აი 18 ის სადაც გაიცა ბაგებში კორპუსები რაც გაიცა ბოტანიკურში რაც ხდება. თბილისში მჭიდროდ განაშენიანებულ სივრცეში არის ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3.5 კვადრატული მეტრი სიმწვანე. ხო, ესე იწვია. თქვა ბერლინში არის თუ არ ვცდები 38, თუ აი მახსოვს საოცარი რიცხვები 87 არის სტოკჰოლმში, 120 არის ვენაში. ჩვენთან არის 3.5 მჭიდროდ განაშენებულ სივრცეში. ჩვენთან რეკრეაციული სივრცის გაბევრების ერთადერთი შესაძლებლობა, ანუ პერსპექტიული არეალები არის ყოფილი ქარხნების ტერიტორია, ელმავალ შენებელი ქარხანა და აი ძველი ქარხნების ტერიტორია და ყოფილი თავდაცვის ობიექტები.
აი ისანში მაგალითად ხო დაშლილები აქეთაც და იქითაც არის სულ აი ამ ყოფილი სამხედრო ტერიტორია. ეს ტერიტორიები 50-50-ზე რო განვითარებულიყო 50 დეველოპმენტის და 50 რეკრეაციის თვალსაზრისით ქალაქ შეეძლო და ეს გენგეგმა ამას ამბობდა რომ 12 კვადრატულამდე ასულიყო ქალაქში ერთულ მოსახლეებზე გამწვანების კოეფიციენტი. საბჭოთა ნიშნულს მიუახლოვდებოდა საბჭოთა თბილისის. ეს რას ნიშნავს? იცით რომ ფილტრები გაჩნდებოდა ქალაქში და ესენი რატო გააჩერეს გენგეგმა იცი რომ აი იქ სადაც იყო აი ეს ამას ქვია ბრაუნფილდები ყოფილი საწარმოო და თავდაცვითი ობიექტები. აი იმას ყველას დაადეს თათი ამ დეველოპერმა. ეს 2 წელი გენგეგმა გააჩერეს იმიტომ რომ თქვენს რომ აქ თქვენი გამწვანება და სკვერი და პარკი არ გაგვაგონოთ და სადაც პერსპექტიული მონიშნული არეალები იყო ზუსტად იქ გაიცა გერგები ანუ განაშენების რეგულირების გეგმები ანუ კორპუსები ჩაიდგმება იქ. აი ეს არის თელი ფილოსოფია ამ ჩვენი გენგეგმის და ჩვენი ურბანული პერსპექტივების. აი ეს შეიძლება და გაკეთებულიყო 12 კვადრატამდე ასულიყო თორე ეხლა სადაც კორპუსი დგას იქ რას ხეს ფორმია წეკვებია არ გაიზრდება მაინც ოდნავ მე მაინც ვცდილობ ჩავებღავჭო რაღაც იმედს არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში დაპირებაა რომ დანისხიდებთან იქ ისაც გადაბრდღიალებულად გამწვანებული უბრალოდ სტიქიური ტერიტორია იქ რა მოხდა იქ თქვენს რომ პარკი უნდა გავაკეთოთ თუმცა მეორე მერია რომელიც იძახს რომ პარკი უნდა გავაკეთოთ თემქაზე არის ხევი არაჩვეულებრივი სივრცე იქ უნდა გაკეთდეს არ ვიცი დაველოდოთ ასევე ძალიან მაინტერესებს რა მოხდება იპოდრომზე რომელიც ვიცით ვისიც არის ივანიშვილის არის და იქ არის რაღაცა სტიქიური და მიგდებული მაგრამ არაჩვეულებრივი სივრცე ხო რომელსაც უნდა ჩარევა ელემენტარულად მოწესრიგება იქაურობის და არის ბრწყინვალე სივრცე მაგრამ იქ რა მოხდება არავინ არ ვიცით ერთმა კაცმა იცის მარტო ივანიშვილმა იქ რას იზამს და ამ შემდეგ არ ვიცი მეც დავიტოვებ უკეთესი მომავლის იმედს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გენგეგმა ძალიან დიდ პერსპექტივებს არსახავს სამწუხაროდ აი 2 წლის წინანდელი გენგეგმა იყო ბრწყინვალე და 2 წლის წინ რო მიგვეღო საკრებულოს ეს გეგმა მიიღო მე ვიქნებოდა ძალიან ბედნიერი კაცი და ნუ დღეს ისევ რა ხრებ ჩამოყრილი რა ვქნა დიდი მადლობა ალეკო ელისაშვილს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს ჩვენ კი უბრუნდებით დღის მთავარ ამბავს ხურვალეთში რუსული საოკუპაციო ჯარების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი ოფიციალური წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება და ამ თემაზე პარლამენტში გაკეთდა უკვე პოლიტიკური შეფასებები რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს რუსუდან დუმბაძე რუსუდან გისმენთ რას ამბობენ პოლიტიკოსები იმ სიტუაციაზე რაც შექმნილია ამ წუთებში ხურვალეთში. პირველ რიგში გაგაცნობთ ოპოზიციის პოზიციებს, ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს, რა მოხდა ხურვალეთში და რა ვითარება იყო საოკუპაციო ხაზთან. გარდა ამისა, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველო არის ინერტული საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში, იმ თვალსაზრისით, რომ ის ნაკლებად აქტიურობს, რომ უფრო მეტად წამოჭრას რუსული ოკუპაციის საკითხი. ამის დასტურია ის, რომ რუსეთთან ურთიერთობებისა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრების დროს უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არ საუბრობენ რუსულ აგრესიაზე და ევროპულ საქართველოში მაგალითად ამბობენ რომ ასეთ შემთხვევებში უფრო დიდია ალბათობა იმისა რომ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს რაც შეეხება მმართველ გუნდში ისინი დამშვიდებისკენ მოგვიწოდებენ და ამბობენ რომ რეალურად რუსი ჯარისკაცები არა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან არამედ მართულ ხლართებს იქით და ისინი ამბობენ რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი. თქვენ იცით რომ ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი თემა. ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ამიტომ ერთი რისი თქმაც შეგვიძლია ნამდვილად არის ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ანუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ეს ინფორმაცია არ დასტურდება არც ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით. ადგილზე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი ძალადამცავები, წარმოადგენლები და მიდის მუშაობა, რომ ეს პროცესი ძალიან დროულად განიმოხდეს. ბევრი ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ მაქვს, გარდა იმისა, რა ინფორმაციაც ეხლა მოგაწოდეთ. უბრალოდ თავარი არის ახლა რომ ამას არ მოყვეს ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება. ვიცი რომ აი ესეთი მე დავარქვები მაინც პროვოკაციული ფაქტები ყოველთვის იწვევს საზოგადოებაში ღელვას. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ ყველა დეტალი, მართლა გადმოვიდნენ თუ არა რუსები არაოკუპირებულ
ტერიტორიაზე, მაგრამ საზოგადოებას კარგად მოიხსენება, რომ ალბათობა რუსების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისა ცირდება, თუ კი საქართველოს საკითხი აქტუალურია დასავლეთსა და რუსეთს შორის. უკვე მრავალი წელია ამ ჩვენი პრობლემების წამოჭრა ასეთ უმაღლეს დონეზე სამწუხაროდ არ ხდება. მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გავრცელდა რუსი ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ საოკუპაციო ეგრეთ წოდებულ საზღვართან, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელეს განცხადება და ისინი არ ადასტურებენ რუსი ჯარისკაცების ყოფნა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სხვა დეტალები ამ დროისთვის დეპუტატებისთვისაც უცნობია. მადლობა რუსუდან დუნბაძეს მან გაგვაცნო პოლიტიკური შეფასებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა და როგორც მოისმინეთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც კერძოდ კი მისმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეთში მონიტორინგს ახორციელებენ. ახალი ბორდერიზაციის კუთხით მოქმედებები არ შეიმჩნევა. არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი ცხელი ხაზის ჩათვლით ამოქმედებულია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია. ეს იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, ბორდერიზაცია არ შეინიშნება, ამბობენ ისინი. ამ თემას განაგრძობს დღის ამბების შემდეგი გამოშვება, მე კი გემშვიდობებით საღამომდე პირველებში შევხვდებით ერთმანეთს. დღის ამბები 4-ზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ.